ბროები მოგესალმებით, ეს არის ჩვენი მორიგი ეპიზოდი და კვლავ თამაშობთ გამოიცანი ვინ ხარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მოეწონა ეს ეპიზოდი. გვითხრეს რომ დადეთ კიდევ დადეთო, იმის მიუხედავად რომ შემთხვევით კვირა დღეს გამის 12 წელს დამედო ეს ეპიზოდი, ამიტომ ბევრნაყო არა აქვს. მაგრამ მოეწონა ხალხს. თუმცა დღევანდელ ეპიზოდში მარტო ადამიანები არ იქნებიან. იქნება საფეხბურთო გუნდი, იქნება კინო, იქნება საჭმელი, იქნება ქალაქი. და ნახოთ ვინ იქნება ყველაზე მაგარი. წინაზე ვინ იყო ყველაზე მაგარი, გახსოვთ? არა. არ გვახსოვს. და არ გვინდა რომ გვახსოვდეს. უკვე გვაწერია საფეხბურთო გუნდი. თქვენ კი ჩვენი არხის გამოწერა არ დაგავუწეთ. ხო თქვით, სკოლის დასკებამდე ავიდეთ 40000-მდე. პრემიერ ლიგიდან ვარ? არა, პრემიერ ლიგიდან არ ხარ. მე პრემიერ ლიგიდან ვარ. კი. მე ქვეყნებით წავალ. ესპანეთის გუნდი ხარ ვარ? არა. ლა ლიგა? არა, 6-ეულის გუნდი ვარ, დიდი 6-ეულის გუნდი ვარ. პრემიერ ლიგის 6-ეული რა. რომელია პრემიერ ლიგის 6-ეული? მანჩესტერ იუნაიტედი, სიტი, ლივერპული, არსენალი, ტოტენჰემი, ჩელსი. კი. პრემიერ ლიგის? არა, პრემიერ ლიგის არ. სერია ვარ? არა, მე რაო მარტივად გავფილტრავე ხა. მან დადის 2 მანჩესტერული გუნდი, 1 ლივერპულის ქალაქის და დანარჩენი ლონდონური. ლონდონური ვარ? ლონდონის. კი, კი. ჩემ გუნდში ქართველი თამაშობს? კი. კი. კარგი. ლიგა 1 დარჩა. ლიგა 1 ვარ? ლიგა 1 არ დარჩენილა, კიდევ დარჩა 1, მაგრამ ლიგა 1 არ ხარ. მე თუ ლონდონური გუნდი ვარ, ჩემზე ჩანთი არსებობს, რომ shit გუნდი ვარ. What we say about Tottenham? Shit. ეგა ვარ? ტოტენჰემი ხარ კი? პრემიერ ლიგაში ვარ, რავი. PSG ხარ ვარ. ნუ შენ მარტივი დაგაწერეთ, იმიტომ რომ მაინც ფეხბურთის მცოდნე არ ხარ. ესე იგი, სერია არ ვარ, ლიგა 1, ლა ლიგა და პრემიერ ლიგა არ ვარ. ბუნდესლიგიდან ვარ. კი, ბუნდესლიგიდან. ხან სანამ არ გიქნება პასუხი, მიდი მიაწეკი. ბაიერნი არ ვიქნები, ძალიან მარტივია. შალკე. კი, კარგი, არა ვხსნი, რატომ მივხვდი რომ მაინც და მაინც შალკე ვიყავი. ადახსნა თორე დავიბლოკები. მაგრამ შალკე ვარ. მცოდნე მიხვდება, რატომ მიხვდი შენ შალკე რა. დაწერეთ კომენტარებში ვინც მიხვდით. თქო, ისე დაწერეთ, რომ სხვა ვერ მიხვდეს. ხო, ეგრე დაწერეთ. კი. მე და გიო რომ მიხვდეთ, მაგრამ სხვა რო ვერ ხო, მიხვდეს. აი შეგიძლიათ რიცხვი დაწეროთ, ფრაზა რაღაც ეგეთი. კარგი, გადავედით შემდეგ რაუნდზე. ამჯერად ფილმები გვაწერია და მოდი გიო დაიწყე. 21 საუკუნის ფილმი ვარ? არა. ჩემი ფილმი 2000-იანების არის? არა. ჩემი ფილმი ფანტასტიკის ჟანრია? ფანტასტიკაში არ გადის. ჩემი ფილმი თუა ფანტასტიკის ჟანრი. კი. ფანტასტიკის ჟანრი არის. ფანტასტიკაა? ისე რა. ისე რა, science fiction-ი უფრო არის. მეც არ უნდა მეკითხა, sci-fi ფილმია ჩემი? არა. ჩემი ფილმი არის ფანტასტიკა, რომელიც გადაიღეს მე-20 საუკუნეში. რამდენიმე ნაწილი არსებობს ჩემი ფილმი ეს? არა. ჩემი ფილმის რეჟისორი ძალიან ცნობილია? ანუ არ ვიცი. ძალიან არა. არიცით? მე არ ვიცი. არიცით რეჟისორი ვინ? შეიძლება ცნობილია, მაგრამ მე არ ვიცი. ჩემი 2010-ის მერეა გადაღებული თუ მდე? სადღაც ეგრეა, მერე ალბათ. სად მდე მეეჭება იყოს. კარჩე 2012 წელი მორჩა თუ არა, მაგ პერიოდში იყო გადაღებული რა. ჩემი ფილმის გმირი კაცია? კი, კაცია. ჩემს ფილმს რამოდენიმე ნაწილი აქვს თუ მხოლოდ ერთი? ერთი არის. ჩემი ფილმი არის ფანტასტიკა, მაგრამ ცოტა საშინელებათა ჟანრში ხო არ გადის? არა. ანუ ჰიჩკოკი არის ჩემი რეჟისორი? არა. ამ ფილმის რამოდენიმე ნაწილი არსებობს? ერთი ნაწილია. ნო. ჩემთან ვინმე ძალიან ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი თამაშობს, სელებრიტი? ჩემთვის კი რამდენიმე დაში. ჩემთან თუ თამაშობს ეგეთი ძალიან ცნობილი? კი. ოსკარი თუ მაქვს აღებული? არა. ერთი მთავარი გმირია ჩემთან? არა. რთული ყოფილა ხო? ფილმის მაგარი. ფილმი ძალიან რთული ყოფილა. ჩემს ფილმში ვინც თამაშობს რა? ცოცხალია? მსახიობი მთავარ როლში ვინც? კი. ეს ფილმი თქვენ მოგწონთ? მე მაგრამ კარგი ფილმია? კი, კარგი ფილმი. აი ძალიან მისწორდება მაგ ფილმის ყურა. ვახ ბიჭო, მართლა აი ჯერ წარმოდგენა არ მაქვს რა ფილმისკენ მივდივარ. ჩემი რაღაც წარსულის ფილმებთან აი. სათავგადასავლო ფილმია ჩემი? მე სათავგადასავლო. Marvel DC-ის ფანტასტიკა არ იქნება ალბათ და როგორი ის არის აი დედამიწაზე ხდება მოვლენები? კი. დედამიწა ზეც. ზეც. ბიჭო, ხა ნაწილები არა აქვს, ცოტა Star Wars, Star Trek-ი ეგეთები არა. ეს ფილმი ახალია? კი. 20-იანის. კი. დაჟე ეგეთი კი, ახალია. შენ მე მგონი ყველაზე ახლოს ხარ. შენ ყველაზე ბავშვთა თქვენ ორს დამარტივები. ჩემს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლში ესეთი ლამაზი ქალია, ანუ აი ფარიარებული ლამაზი. ჩემთან მთავარ როლში კაცი არის? კი.
ფანტასტიკა არ ვარ, მაგრამ ნუ science fiction-ი. science fiction-ს რას ეძახით თქვენ? მეცნიერებაზე დაფუძნებულ მოფანტასტიკო, მაგრამ ძირითადად როგორც ინტერსტელარი არის, ხო? ანუ დაახლოებით ინტერსტელარისნაირი მეორე არაა, მაგრამ დაახლოებით ხო. ინტერსტელარი ერთი ფიზიკა არის და კვლავობა ხდება ამ ფილმში. კვლავობები არა კი. მე როგორც მივხვდი მიშამ ხა რო კითხვა რო დავსვე. კაცი, ანუ როგორც ჩანს ქალიც არის მთავარ როლში. ორი მთავარი პერსონაჟი არის ჩემს ფილმში? თუ მეტი? კი, ეგრე შეიძლება ითქვას. მეტი? არა. ორი? ჩემი ფილმი დაფუძნებულია არა დაფუძნებული რეალობაზე არა. ჩემს ფილმში მსახიობები, რომლებიც თამაშობენ, აი ახალგაზრდა თანამედროვე მსახიობები არიან თუ ცოტა ისეთი, აი ლეგენდარულად კარგი მსახიობები? ორივეა. ერთიც და მეორეც. მე თქვა რამე მარტივი დამიწერეთ მეთქი ეს თავში რო აგივარდება ადამიანს. თუ ვწდები ხა შელობაში მითხარით. მე-20 საუკუნის ფილმი, სადაც მთავარ როლში არის ორი ადამიანი, არის ფანტასტიკა, არის ქალი და კაცი. ნაწილები არ აქვს ამ ფილმს. არის ერთი ნაწილი. ფანტასტიკა მინდა ცოტა გავიგო რა სტილის ფანტასტიკა. აი, კოსმოსში ხდება მოვლენები? კოსმოსშიც. კი, ანუ, კაი, მიშა. დედამიწაზეც, კოსმოსშიც. მაგრამ კოსმოს რას გულისხმობს შენ? აი რომ მიფრინავენ ჰაერში. ანუ კოსმოსი არ არის ნაჩვენები. ანუ როგორც კადრში არ არის აი ვარსკვლავები. აბა. ან კოსმოსში არის რა. არა, ეხა ბევრია. ხო, ანუ მაგას გეუბნები მარტო. ანუ ეგრე კი არ გეგონოს რომ კოსმოსი როგორ არის ნაჩვენები. აი ვარსკვლავები და აი მარტო მაშინ ერთად უნდა დავაზუსტო. ხომალდზე არიან? ხომალდზეც. მაგრამ ვარსკვლავები არ ნაჩვენები და ხომალდზე არიან? ხო, ანუ მაგან და არ არის მთავარი რომ ის არის. ეს გონზე არა. ვარსკვლავები ანუ ნუ იმასიზა, ნუ მიიყვა. ხო, სო, ოკეი. გონზე არა და იყოს ეგრე. ერთი მაინც არ გამოიცნოს, რა ვიცი. ჯერჯერობით ყოლა გამოიცანი ხა? ო, ჯერჯერობით. მე ამას ვერ გამოვიცნა. მგონია რომ ნანახი არ მოხსნა. კი, უეჭველი გაქვს ნანახი. მე მარველის სამყარო ხო არ ვარ? არა, არ ხარ მარველის სამყარო. ჩემი ფილმის რეჟისორი ცნობილი ტიპია? კი. კუბრიკი ვარ? არა. ან მე წავედი მე-20 საუკუნეში ჰიჩკოკი კუბრიკი მახსენება პირველი. ეგ ძალიან კარგი ვარაუდი იყო. ვერ გამოიცნო უეჭველი, მაგრამ ძალიან კარგი ვარაუდი. აი, მიდი გაიგ მიშა. რაიან გოსლინგი თამაშობს? არა. არ თამაშობს. კარგი, მე ფილმს ვიტყვი თუ შეიძლება. მიდი. Hateful Eight. არა და ერთი სოციალური მოგაკვდა. უცხოელ პლანეტელი არსება ჩანს ფილმში? კი. ეგეთი მარტო ვიცი იმას ველოსიპედზე როზის და რო გადააფრენენ აქვია სახელი არ მაქვს. დაი კიდე. მე მითხარით დედამიწაზე ხდება მოვლენები? არა. ჩემს ფილმში ნაცისტები არიან? არა, მგონი არა. აი რას მომცემს ეს კითხვა? ხო რა. უცხო პლანეტელი საუბრობს? კი. რას გაძლევდა მართლა ეს კითხვა ვერ ხვდები, მაგრამ აჰა, ჩემ ფილმში მარველში მოთამაშე მსახიობი არის? უი. მაშინ ვიცი რა ვარ. ალბათ. მე უეჭველი არ მაქვს ნახე. კაი, შავკანიანი არის მთავარ როლში? შავკანიანი ახლა მაგის იმდენ ფილმში ყველაში სამუელ ჯექსონი თამაშობს. ხო რა ვიცი. რას მოგცემს ეგ? კი. ბიჭო, ერთი პატარა მინიშნება მომეც. ერთი მსახიობი მითხარით. ის, რა ქვია, უცხო პლანეტელი. ხო. თან ლაპარაკობს, მაგრამ უფრო მღერის. აი ხა მინიშნებას აძლევ. ეს ანუ მინიშნება აი სასაულ მინიშნებას გამოვიცანი. გამოიცანი კი ისო მოვჭა. მართლა? დაჟე ეგეთი და ვერ გამოვიცნობდი ვერაზო შენ რო ეგ არ გეთქვა. და დაჟე მეცაც ვიტყვი იმ საგაჭირებულ დემენცია აქვს ახლა ბრიუს უილის და ძალიან შემეცოდა რა და რა გადაობა ანუ ერთი მინიშნები. ანუ წარმოიდგინე. ამ როგორი მინიშნება მომეცი რომ ანუ მე მეგონა რომ აი ეგეთი არის. სხვათა შორის მილა იოვოვიჩი მანდედან მევასება. ნუ მეტი სხვა ფილმი მაგისი ახლა ისე აი გეთქვა პირდა ბოროტების სამა. ბრიუს უილისი რო გეთქვა კიდევ ვერ გამოვიცნობდი ალბათ ვიდრე ის მინიშნება რაც მითხარი. ანუ ზედმეტად კაი მინიშნება მომეცი. აუ როგორ მიყვარდა ეს ფილმი და რატო ვერ გამოვიცანი მინიშნების გარეშე. ხუთი ელემენტი. იმიტომ კაი ხანია აღარ გვახსოვს ეს ფილმი. აუ საუკუნე არ მიყვარდა. საღო მიშამ რო გაიხსენა ძალიან გამიკვირდა. კაი მიდი მიშა. კაი მე ძალიან კაი ფილმი იყო იმენა კაი. ძალიან გამისწორდა. მე დავაწერე მინიშნება მე ვუთხარი მეტი რა შენ გამოაცნობინე იმენა. ჩემ ფილმში მარველის ხო თამაშობს, მაგრამ ორი მარველის თამაში. ხო, მეორე კარჩი გოგო და ბიჭია? ხო გითხარით? ხო, ხო ეგ. აი Passengers ვარ. Passengers ხარ, ხო. მე კითხვას არ ვიცი რა დავს. რა მინიშნება მომეცი. ნაცისტები მან დარიყო და პლუს შენ რაც თქვი, ეგეც არა. და მეტი რა რჩება? დავნებდი, არ მახსოვს. შეხედე მაშინ.
ჯანგო ტარანტინოსია. ეგ არის ცოდი ჯანგო. არა, ნანახიც არ მაქვს ჯანგო. კარგი, გადავედით შემდეგ რაუნდზე. თქვენ ამასობაში ჩვენი არხი გამოიწერეთ. ძალიან გაგვახარებთ და ახლა უკვე არის კატეგორია საკვები. აქ შეიძლება იყოს ტკბილეული, შეიძლება იყოს არ ტკბილეული. მე გამოძახების საჭმელი ვარ? ანუ შაურმა, პიცა, ეგეთი რაღაცები. კოსტა მიდი. ქართული სამზარეულოდანაა? კი. ევროპულიდან ვარ? კი. მე ქართულიდან ვარ? არა. მარტივი მისატანია მიტანის სერვისისას. კი, ზამატოვია. ტკბილში გავდივარ? ტკბილეულობაში. ეს საჭმელი. თქვენ მოგწონთ? მე მაგდროაზე. მე მარტივი მისატანი ვარ. ქართული. ყველი ფიგურირებს შემში? არა. არა. მე ვარ ევროპული საჭმელი, რომელიც ტკბილი არ არის. ხორცეული ვარ? კი. ხორცი. კი, ხორცი ხარ. მე დესერტი ხო არ ვარ? კი. ჩემი გამოდენიმე ვარიაცია არსებობს ამ საჭმელის გაკეთების. კი. ხო კი? კი. კი. კი, ორი ვიცი ეხლა გაგვინია. არა, ბევრია. ბევრია და კაი, ჩემი საჭმელი ხორცეული ევროპული თან ანუ იტალიურში წავიდით ახლა. მაცა, ასე დავსვამ კითხვას. ჩემი საჭმელი ხორცსაც შეიცავს და სხვა რაღაცებსაც თუ მარტო ხორცი არის? მარტო ხორცი არის. ეს დესერტი. მე და შენ ჭამეთ ავსტრიაში? ჭამეთ? იცი რა არის, დაკარგულებს უყურო ჩვენო ვაყურებლებმა ჩვენი პროექტი. და მანდ გაიგოთ ხო? გაიგ, სადაც გადავიგეთ ავსტრიაში მოგზაურობა, მე და მიშამ, რომელსაც ნახვები არ აქვს საერთოდ და YouTube-ზე დევს ერთი წლის წინ. და ალბათ წაიშლება, მალე თუ არ ნახავს არავინ. კი, ჩვენ მივირთვით უგემრიელესობა ავსტრიაში. ოკეი. არა. ცომეულია? იტალიური ვარ, მაინც ვიკითხავ. არა. ყველაფერი მანდარი და არა. მე ზახერი ვარ. რა თქმა უნდა, ზახერი. ზახერი ვარ. წვნიანია? არა. გერმანული ვარ? გადიხარ მაგაში, კი. ხორცი ვარ. ხო, ხორცეული არ რაღაც. ხარ ხორცო. მოდი ესე კითხავს. მე და შენ ავსტრიაში გვიჭამია. ჩვენ რა არ გვიჭამია ავსტრიაში ეგ გავიხსენო და. კაი, გეტყვი მაშინ. სადაც დაარც და ეს იქუჭამე. კი. შნიცელი. ბალახეული ვარ, ხო? ხალი. კი, აი. ოჯახოს და ეგეთი კაი ხანი არ ყოფილა. სამივე ერთად რო გავიხსენე. თითქმის ერთად. ხო, იდეაში ერთად. კი, ერთად. იდეალური, ხო, ჩაკ? იდეალურად დამთავრდა ეს რაუნდი და კაი, გადავედით შემდეგ რაუნდზე. მიდი კოსტა დაიწყე. კარგი. ჩემი ქალაქი საქართველოში არ არის საქართველოში. ევროპაშია ჩემი ქალაქი და საქართველო იგულისხმება თქო. არა. ევროპაში არ ვარ დაჟე? ევროპაში არ ხარ. მე საქართველოში ვარ? არა. მე ევროპაში ვარ. არა. აუ, ევროპაში არ ხარ. თან დაფიქრდა. მე რორამე ვისურვებდი ამ ქალაქში მოგზაურობას? ეგ არ ვიცი თაღლა, მაგრამ ალბათ ხო. როდესმე კი? კაი, შენი მოგზაურებდი კოსტა? კი. შენ? კი, შემოვნებით. ანუ კი გითხარ საოცნებო ქალაქი არა ჩემ ვიმოგზაურებ. ეგ კაი კითხვა. ეს კი. იმოგზაურებდი შენ. მოგზაურებდი. საქართველოს მეზობელი ქვეყნიდანაა? არა, საქართველოს მეზობელი ქვეყნიდან არა. ქალაქში და ქვეყანაში. ლამაზი გოგოები არსებობენ? ლამაზი გოგოები არსებობენ? არსებობენ. კი, მოდი ასე. სადღაც არიან კი მიმოფანტული. ანუ ეს ქვეყანა არა ლამაზი გოგოები ცნობილი. აზიაში ხო არ ვარ? არა. მე ამერიკის კონტინენტზე ვარ? ორივე ამერიკა. არა, ამერიკის კონტინენტზე არ. ჩემს ქალაქში წარმატებული საფეხბურთო გუნდი არსებობს? არა. ევროპა ვარ? არ ხარ. მე აზია ვარ? კი, აზია. გევასება აზია. ევასება აზიელი. შავტუხა გოგოები. გიჟდები. ბევრი შავკანიანი ცხოვრობს? საქართველოზე მეტი არიან. საქართველოზე მეტი არის. საქართველოში როგორც ცხოვრობს. მართლად პარიზია. ანუ ევროპაც არ ვარ, საქართველოც არ ვარ, აზიაც არ ვარ, ამერიკა ვარ. ამერიკა ხარ, კონტინენტი ამერიკა ხარ. ჩემს ქვეყანას ახლა ხან ომი ქონდა. თუ არა. დავი, ყველას ქონდა ომი. კაი, დაართული კითხვაა. არა, აქვს, არ ქონდა, ზუსტად ვიცი არ ქონდა. არ ქონია. არა, ზუსტად ვიცი არ ქონდა. ჩემს ქალაქს რამე განსაკუთრებული აი ისეთი ღირსშესანიშნაობა აქვს. აი რითაც ცნობილი არის. მაცივარზე მისაწებებელი რო ვიყიდო, ის რაღაცა აქვს, რაც კაი კითხვა. ეხატება? კი. კაი, მე ლათინო ამერიკა ვარ? ლათინო ამერიკა ხარ კი. ჩემი ქვეყანა მდიდარი ქვეყანაა? გააჩნია ვისთან შედარება? გააჩნია, ხო, აი ძალიან ისეთი. ხო, ანუ ის არ არის, კაი, ემიგრანტები არ არიან. არა, მდიდარი არა ხარ. ბიჭო, ომი ხო არ ქონდა ჩეჩემა. ი ყველას ომი ქონდა ბოლოს. კაროჩი, შეგახსენებთ რა, ინდოეთი, პაკისტანი ომი ქონდა, ისრაელი, ღაზა, ირანი ომი იყო. ეგენი ვიცი კაცა.
ის პაკისტანი და ეს ძალიან მაგარი მინიშნება არის რომ თქვა მე ისეთი არ ვიტყვი შენ ეგრე გონია და მე საოცრებას არ ვიტყვი გამოანცნობინა წინაზე იმენა მე ისე ვიტყვი არ გინდა არა მეთქი პატარა ისე პატარა მინიშნებაო და ტიპს ფილმი უთხრა წინ მიდი გავიგზელ მიდი ისე არ გინდათ მინიშნება მომცეთ ამდენ რაღაცას რა ისე მე კონტინენტი არ მეკითხავს ამდენი ხანი მარტო ევროპა იყო და არაო და მე არ ვიცი როგორ კითხავს ამ ეკალვარი რუკა ხო ის როგორ გამოიყურება აი რუკა არის ასეთი რა აი ზემოთ რა ქვეყნებია გახსოვთ ხო შვედეთი ნორვეგი ქვემოთ ხო გახსოვთ რა არის რა აფრიკა და რაღაც ეს შუა ნაწილი ხო გახსოვთ რუკაში რა არის შუა ხმელთაშუა ზღვა და საქართველოს მანდიკობა აი აქ ქვემოთ ვარ თუ ზემოთ არა დასვიკითხო ქვემოთ ვარ არა სწორად დასვიკ ქვემოთ ვარ კი ოკეი ჩემ ქვეყანაში მაგარი ტრაგიანი გოგოები არიან ანუ ლათინო ამერიკაში ყველა ქვეყანაში მაგარი ტრაგიანი გოგოები არის ცუდი კითხვა სადა დაგავნებს რომელი ქვეყანაა ლათინო ამერიკული სადაც ცუდი ტრაკი აქვს ცნობილი ვარ კარგი ტრაკი და ხალები რო ისეთები არიან მე არ მომწონს კი ცნობილები არიან იმით რომ მაგარი ტრაკები აქვს კი და ზოგადად კაი გოგოები არიან რა ალბათ ხო ჩემს გემოვნებაში არ ჯდებიან ზოგადად გემოვნებაში ითვლება თუ არა კი ეგრე საზოგადოებაში ეგრე ითვლება მონღოლოიდური რასის წარმომადგენლები ცხოვრობენ ანუ წვრილთვალებიანები კი ხო ბიჭო წვრილთვალებიანები არიან თუ აი ეს უფრო მუსლიმური ტიპები აი არაბები და ხო წვრილები არიან მუსლიმები არ არიან მაგრამ ხო წვრილებიც არ არიან ის მე ვიყავი ქვემოთ ქვემოთ ვარ კაი შავები არ არიან ანუ აფრიკა გამოირიცხა დარჩა ლათინო ამერიკა და დარჩა იქ აზია და უკა ქვემოთ ახალი ზელანდია და ის დარჩა ვიზდეთ საქართველოსდან რო წავიდე ამ ქალაქში და ქვეყანაში 15 საათზე მეტი დამჭირდება ფრენა ახლა არ ვიცი ნახე ანუ შეიძლება 14 დაგჭირდეს 13 აი ნახო 10-ზე მეტი ეგ 10-ზე მეტი ცოტა ნახე საქართველოსდან პირდაპირ რეისი არ არსებობს საერთოდ არც ერთ ქვეყანაში ჯერ ერთი ეგეთი და შორიდან არ არსებობს ხო და ბოლოს მაინდა ისე ერთი 30 საათი დაგჭირდება გადაждო მინდა რაღაცებს რამდენი საათი ეწევა ხო აი 30-ისკენ 30 სკენ შორს ვარ არა ალბათ სუბთაფრენა 14-15 იქნება ალბათ სუბთაი რომ დავაწვე ჩავждე ბოგი ჩავაჭირო ალბათ ხო შეიძლება მეტიც იყოს კაი არ ვიცი მინდიხა შენ დასვი კითხვა მე დედაქალაქი ვარ არა ჩემი ქვეყანა ორად გახლეჩილია არა შენ ვინ გონია მას დავისტავ კორეა დილოეთი და ისე ლათინო ამერიკა ვარ არა ჩემ ქალაქში დიდი იესოს ის ძეგლი არის კი ნუ რიო აბა კოჩაგმიშ მედიკოსა დასრებაზე ვართ ახლა კარგი ვინც პირველი მოიგებს ეგ არის გამარჯვებული მე ჯერ ქვეყანა მინდა დავადგინო ჩვენს ჩრდილოელ დეგენერაციას ესაზღვრება არა ქვეყანა იმაში არის აზიაში არის რა დარჩა ამერიკა რომ აი ქვემოთ ვარ ესე კიდე უფრო ამ ქვეყანაში ძალიან ცნობილი ომი იყო ადრე აზე არა მე მგონი დაგასარიკოს და გამოცდა მე მგონი ჩემი ქვეყანა ცალკე კონტინენტი არის ხო ეგა სიდნეი ვარ მე და შენ მინიშნებას მოხსენ თუ ვინა თუ გამოიცნობ ლედი ბოები არიან ამის ქვეყანაში ბევრი ღმერთებო ტაილანდში დედაქალაქი იქნება პროსტა არ მახსოვს სახელი ფილმშიც არის ფოტოშოპს ჰენგოვერში ძალიან ცნობილი ქალაქი არის და ბანგკოკი ხო არ მახსოვდა სულ ეს იყო მეგობრებო ჩვენი ეპიზოდი დასრულდა არხი გამოიწერეთ და იმედია გეოგრაფიაში უკეთესები ხართ